საქმელი არის ნების გამოხატულება. დიახ, აი მომაწოდეს ასეთი ცნობა. უბრალოდ სურთ რომ აღნიშნო ეს ფაქტი. იზვესტიაში გამოქვეყნებული იყო წერილი, რომელიც უარყოფდა ესტონეთის ნიადაგებას კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შესახებ. იმ საბაბით, რომ კონფედერაცია სახელმწიფოთა კავშირის მოძველებულ ფორმას წარმოადგენს, რამდენადაც ვიცი კონფედერაცია საქართველოს ინტერესებში, ამიტომ საინტერესოა დეპუტატების აზრი ამ საკითხზე. მე მგონი ყველაზე მოძველებულ ფორმას სახელმწიფოებრივობისას წარმოადგენს იმპერია. დიახ, და არა კონფედერაცია. დიახ და ჩვენ არ დავუშვებთ ველიკორუსული იმპერიალიზმის კონსტიტუციურად დაკანონებას. ამას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი, არც ესტონელი ხალხი, არც ლიტველი, არც ლატვიელი ხალხები და არც სომეხი ხალხი. და მე მგონი არც სხვა ხალხები საბჭოთა კავშირისა. იმპერია მოძველდა, იმპერია უნდა დაინგრეს, უნდა შეიქმნას კონფედერაცია. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. და კეთილი ინებონ ჩვენმა დეპუტატებმა, თუ ისინი მართლაც ჩვენი დეპუტატები არიან და ეს საკითხი დააყენონ იქ. და თუ ისინი მტრის დეპუტატები არიან, მაშინ გამოაცხადონ ეს და უთხრან ხალხს ღიად. თუ ისინი მტრის ინტერესებს იცავენ. კეთილი ინებონ მათ და დაიცვან ჩვენი ერის ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეეგუონ იმას, რომ მათ ქართველი ხალხი უნდობლობას გამოუცხადებს. ეხლა მე მინდა კიდევ ერთი საკითხი. მე არ მინდა კაცრი გამოთქმა ვიხმარო რუსთაველის საზოგადოების მიმართ, შეიძლება ეს იყოს შეცდომის შედეგი. შეიძლება. მე არ მინდა ეს შეგნებულ, ასე ვთქვათ, ბოროტმოქმედებად გამოაცხადო აქ. მაგრამ ის ტექსტი, რომელიც რუსთაველის საზოგადოებამ შექმნა კონსტიტუციასთან დაკავშირებით და მრავალათასიანი ხელმოწერებით გააგზავნა მოსკოვში, შეიცავს ერთ მძიმე შეცდომას. იგი თხოვს მიხეილ სერგის ძეს შეგვიქმნას ახალი კონსტიტუცია, ნაცვლად იმისა, რომ მოითხოვოს ეროვნული კონსტიტუციის შექმნა. ამიტომ ეს ტექსტი, დიახ, აი ამ ტექსტის მიზეზია ის დეზინფორმაციების საკავშირო პრესაში, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს პოზიციის შესახებ. მე წინააღმდეგი ვიყავი, მე და მერაბ კოსტავა წინააღმდეგი ვიყავით ამ ტექსტის გაგზავნისა, მიუხედავად ამისა, ეს ტექსტი მაინც გაიგზავნა. ეს არ უნდა მომხდარიყო მეგობრებო. მაგრამ არც ახლა არის გვიან, რუსთაველის საზოგადოება ამოგვიდგეს მხარში, აი ყოველივე ამის განხორციელებაში, საგანგებო სეციის მოწვევაში, დეპუტატებთან შეხვედრაში, მოშიმშილეებთან შეხვედრაში და ერთის საერთო აზრის გამომუშავებაში, რათა ვპოვოთ სწორი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობით. საზოგადოების მთავარი მიზანი და მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, გახლავთ საქართველოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა. თქოს ერთი წუთით არ გვინდა აპლოდისმენტები. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი და მთავარი ამოცანა ეს არის ილიას მთავარი იდეალის განხორციელება. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო. ეს იყო ილიას ოცნება და ეს იყო ილიას შემდგომი 150 წლის მანძილზე, ამ სიტყვების თქმიდან 120 წლის მანძილზე ქართველი ერის მამოძრავებელი იდეა, ალბათ ქართველი ერის, ქართული ეროვნული მოძრაობის მამოძრავებელი იდეა. სხვა საკითხია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ჩვენის აზრით არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღესვე დავაყენოთ ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის საკითხი. ვთხოვთ სწორედ გაგვიგოთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა ესეც ვხვდები და დღესვე შეიძლება ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი აზრით დღესვე საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაზე საუბარი არის ნაადრევი და როგორც ბატონმა დაიყვირა იქ დარბაზიდან არ არის ალბათ. მეც პირადად ვიზიარებ ყველა ის ნადადებას, რომელიც მან აქ წამოაყენა. მაგრამ არ შემიძლია არ თქვა, რომ ჩემი აზრით ეს ნადადება მიღებული არ იქნება. ამას მოყვება არასასურველი რეაქცია ოფიციალური ხელისუფლებისგან. ამას დაფარისება სჭირდება. თუ მე ვწდები ეს მერფაკნას და მართალი იყოს ის საზოგადოება, ვინც ფიქრობს, რომ ამას სერიოზულად განიხილავენ, თუნდაც ჩვენთან რესპუბლიკაში და მით უმეტეს მოსკოვში. ამიტომ მე მგონია საჭიროა, რომ ყველაფერს ამას გარკვეულად ყურადღება მივაქციოთ, კარგად ავტონტამტონოთ და შემდეგ გამოიტანოთ გადაწყვეტილება. რადგან მე არ მაქვს წინააღმდეგ იმისა, რომ დემოკრატია, რომელიც იყოს ნამდვილი დემოკრატია. ჩვენს ამგვარ დამოკიდებულებას მოყვება ჯარის შემოყვანა თბილისში და საერთოდ საქართველოში.